Telemagureblevo folkloris სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ნაივ მხატვართა მიხეილ იაძის, თენგიზ ლოლაშვილისა და ირენე ლეკიშვილის ოლხიშვილის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა. ნაიური გულუბრყვილოდ, პრიმიტიულად, შეულამაზებლად სილამაზის ჩვენებას ნიშნავს. ქართული ნაიური ფერწერა ფიროსმანიდან იღებს სათავეს. გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრები კი დიდი ხელოვანის ღირსეულ გამგზელებლებად ითვლებიან. სპეციალობით ფიზიკური აღზრდის პედაგოგის მიხეილ იაძის ფერწერულმა ტილოებმა 1988 წელს მოსკოვსა და საფრანგეთში მსოფლიო ნაივი მხატვრების გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. თენგიზ ლოლაშვილი ნიკო ფიროსმანთან ერთად შეყვანილია გულუბრყვილო მხატვართა მსოფლიო ენციკლოპედიაში. პროფესიით მეც და ირენე ლეკიშვილის ოლხიშვილი სისტემატურად მონაწილეობდა ნაივი მხატვრების ჯგუფურ გამოფენებში, ამასთანავე ის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორიცაა. ნაივი მხატვრების გამოფენის დათვალიერება 17 ივლისამდე შეიძლება. ალბათი ირინა ლეკიშვილი იყო თვითნასწავლი მხატვარი. მას სამხატვრო განათლება არასდროს არ მიუღია. იგი ხატავდა, რასაც ხედავდა, როგორც მოსწონდა და ამას გადმოსცემდა ტილოზე. ძირითადად ხატავდა ღამე. უყვარდა მისი ქალაქი, იყო ძალიან თბილი და მოსიყვარული ადამიანი. პირველი შემფასებლები მისი ნახატებისა იყო ოჯახის წევრები და დიდი სიხარულით განახებდა ხოლმე დილით ამ ნახატებს. აი ეს მხატვრები დღევანდელი გამოფენის, აი ძალიან ნაივები არიან. მათ შეგვიძლია ინსტინქტის მხატვრებიც უწოდოთ. საერთოდ ახლა მოდურია ძალიან ევროპაში ნაიური მხატვრობა, პროფესიონალებიც კი ბაძავენ, მაგრამ რა თქმა უნდა იმ დოზით არ გამოსდით, იმიტომ ესენი იმდენად ბუნებრივად და უშუალოდ ხედავენ სამყაროს, რომელსაც პროფესიონალი მხატვარი ვერ დაინახავს. მოდით არ გავცდეთ ახლა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს დღეს იქ 20 საათზე ფოლკლ რადიოს პროექტის ნაცნობის სახეები ნაცნობ ტალღაზე სეზონის დახურვა მოხდება. რადიო პროექტი 5 მარტს დაიწყო და მასში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ნიკოლოზ რურუაიკა მამალაძე, ბუბა კუდავა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიორგი უშიკიშვილი და სხვები მონაწილეობდნენ. 4 თვის მანძილზე 230 საერთო გადაცემა მომზადდა. მათ მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს. დღევანდელ საღამოს მუსიკალურად ფოლკლორული ჯგუფი ლეჟა ძირითადად იქნება წარმოდგენილი თანამედროვე ქართული ეთნო მუსიკა, მაგრამ ასევე სხვა მიმართულებებიც, ფლამენკო, ჯაზი და არაქართული ნაწარმოებებიც. ძირითადად საავტორო. ფოლკ რადიო ხურავს თავის წარმატებულ სეზონს, რომელსაც დავარქვით ნაცნობი სახეები ნაცნობ ტალღაზე. ეს იყო კულტურის სფეროში მომუშავე ყველა ადამიანის გაერთიანება და ერთი ტანდემი, თამამად შეიძლება ითქვას ტალღაზე 99 და 3 და დღეს ამ ადამიანებს ფოლკ რადიო გადაუხდის ძალიან დიდ მადლობას.